Naționalul მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მოგესალმებით ბატონ ნიკა დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა პირიქით მოძრაობისთვის. თქვენ ოპოზიციური პარტიებიდან ერთ-ერთი ხართ ვინც გამოირჩევით მწვავე განცხადებებით და ამბობთ რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ 16 ჰექტარი 15000 ლარად სახლში არ წაიღოს ივანიშვილმა. გაქვთ რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებები იმის რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია აი ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით? სერიოზულად ვკითხულობთ რამეს ჟურნალისტი სავთამბირს. როგორ წარმოვიდგინეთ გავიხსენოთ მაშინ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ესენი არიან ადამიანები ვინც 2014 წელს გახსოვთ თქვენ ჯერ ქართული ოცნების იმ მინისტრსაც კი ბატონი ოდიშარია იყო ვერ მოაწერია ეს ხელი და სტატუსი ძეგლის სტატუსი ვერ მოახსნევიეს მე გახსოვთ ხო ქრონოლოგიურად გავყვეთ ეს ადამიანი შვებულებაში გავიდა უარი უთხრა და გავიდა მე მოხსნეს მე მთელი 2 თვის განმავლობაში ახალ კულტურის მინისტრს ვერ ნიშნავდნენ ანუ რეალურად იმ ადამიანს ვინც ხელს მოაწერდა იშოვეს და იპოვეს ბატონი გიორგაძე დანიშნეს სექტემბერში 2014 წლის და უკვე დეკემბერში მოაწერა ხელი დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა და აფეთქეს დეკემბრის თვეშივე და დღემდე ბატონი გიორგაძე ხოლმე რა უნდა ჩვევით ბატონი გიორგაძე გამოირჩევა ან რომელი ნათელი მინისტრია იმ ასე თქვა ჭყალებში ნათელ ასეთ მინისტრთა კაბინეტში და დღემდე მთელი 4 წლის განმავლობაში თანამდებობა ერთადერთი ბიზნესის გამო რომ რეალურად მოაწერა ხელი იმას რადგან ხელს არავინ არ აწერდა ვერცერთმა ხელისუფლება ვერ გაბედა ის რაც გაბედა აი ბატონმა გიორგაძემ ხო და თქვენ გახსოვთ რომ ბატონ გიორგაძემ ვინც იყო მინისტრი კულტურის ის ამბობდა არაერთ განუცხადებია აი ამ სამინისტროს უწყების ხელმძღვანელი ბატონი ქუმსიშვილი როგორ თხოვდა და აძალებდა სტატუსის მოხსნას. ეხლა როგორ ვფიქრობთ, ეხლა ვისი ინტერესია ის რომ 1.3 მილიონი ასე ვთქვათ ოქროსა და ოქროდან სპილენძია გასული ქვეყნიდან, მაშინ როდესაც მიზერული თანხა შეაქვთ ბიუჯეტში, ესე ხო არ არის დეღიდე, ანუ ყველა გადასახადს ხო არ იხდიან, რასაც აჩვენებთ, დამატებით ღირებულის გადასახადს ისინი არ იხდიან, როგორც იხდიან და მე უბრუნდებათ და რეალურად ეს კომპანია არ არის RMG-ის კომპანია, როგორც კერძო კომპანია, ეს არის სახელმწიფო, აი ამათი გაგრძელება, ამასულებელი ხელისუფლების გაგრძელება არის, სადაც დასაქმებულნი არიან, ხო, ყველა ყოფილი მაღალ ჩინოსანი. გარემოს დაცვის სამინისტრო დაწევნებული ვარ დიდი წვლილი იმისა რომ გარემოს დაცვის სამინისტრო როგორც ასეთი ცალკე უწყება აღარ არსებობს და არის დიახაც RMG-ის წყალებში დამსახურება და ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი რომელიც პასუხისმგებელი იყო რომელსაც გაეწია ასე თქვა მონიტორინგი ჩაეტარება ინსპექტირება და გარემოზე მიყენებული ზიანის ასე თქვა დათვლა მე დასვენების დადება აი ეს ადამიანები ყველა გადავაგდა ეხლა და მუშაობს RMG-ის მაღალ თანამდებობებზე და რეალურად არც სუსი რეგიონში, არც პროკურატურა, არც გუბერნია, არაფერი არა, მთელი ხელისუფლება ამ RMG-ს. გუშინაც ნათელი დადასტურება იყო, ეხლა მთელი გზა მოფენილი იყო სუსის თანაშრომლებით. ერთმანეთს რაციით გადაცემდნენ, თავიანთი უსაფრთხოების სამსახური იყო, რატომ? იმიტომ რომ დიახაც ძალაუფლებასთან ერთად ავით. ფული მყავთ მოზოდერო ელემენტები, როგორიც არის მაგალითად კობა მენაბდიშვილი, ადამიანი, რომელიც არის საწარმოოს დირექტორი, რომელსაც თვეში აქვს 40000 ლარი და რომელიც დიახაც ტექნიკურად იყო შემსრულებელი სახთრისის აფეთქების. დიახაც ამფეთქებელი იყო თავის ძოზე რიგითი, აქ არის შტატი ამფეთქებლის, ის იყო თავის ძოზე ამფეთქებელი, მან ასე თქვათ უშუალო ტექნიკურად ეს აფეთქებელი დაუფასეს დანიშნეს რაღაც საწარმოოს დირექტორად რეალურად ასრულებს ზონდერის ფუნქციას იქ. მთელი ბოლნისის დმანისის რაიონის ასე თქვათ კონტროლ ქვეშ აყვანა ბატონიკა ანუ თქვენ ახლა რას თქვით იმის მიხედვით დარწმუნებული ხართ რომ ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი აი 16 ჰექტარი თუ კი RMG-ის ხელში აღმოჩნდება რა შეიძლება მოყვეს ამას განგებ წამოვედი დიახაც ვახო განგებ წამოვედი აქ მარტო 16 ჰექტარი ერთ-ერთი კომპონენტი დანაშაულებრივი საქმიანობისა რომელსაც ეწევა ვითომ კერძო კომპანია RMG და ვითომ ბატონი ასეთ ტროიცკი ვინმე რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის და რა ქვია როგორ ფიქრობთ მეცეთა ხელისუფლება ვახო ვერ გაბედა მიუხედავად იმისა რომ ყველა ხელისუფლების პირობებში იყო დაუყებელი სურვილი სხვადასხვა პირების მხრიდან რომ აეფეთქებიათ საფრთხისი და აი ბატონ ყობა მენაბიშვილზე დიახაც რომელიც აუცილებლად აგებს პასუხს ძალიან მკაცრად უახლოეს მომავალში დიახაც აი ამ ადამიანებს 40000 ლარი აქვს ხელფასი ვახო თვეში
თვეში აი გუშინ რომელიც პოლიტიკური განცხადებით გამოირჩეოდა და მისი ძმა ქართული ოცნების საკრებულოს წევრია დმანიში და ამავე დროს RMG-ის თანამშრომელია. რომელიც ატარებს პირდაპირ ინტერესს. მესმის რასაც ამბობ, აი რადგან თქვენ ამბობთ 16 ჰექტარი ტყე, 16 ჰექტარზე თქვენ ამბობთ რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტიაო და უფრო რთულ სურათს ხატავთ. აი ამ 16 ჰექტართან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს თუ ეს გადავა RMG-ის ხელში? პირდაპირ თქვა, ბოლნისის გადარჩენა პრაქტიკულად არის უკვე შეუძლებელი, იმიტომ რომ იქ რაც ხდება, ახლა ჩემი თხოვნა მართლაც არის, როდესაც თავისუფლად მოგეკრება, ჩაბრძანდეთ და ნახოთ, ყოველ მეათე ოჯახში, არ ვიცი რა, მასიურად სიმსივნით დაავადებული ადამიანები არიან, მასიურად. ერთ ოჯახში ორი სიმსივნით დაავადებული ვნახე პირადად, წარმოიდგინეთ. და ბოლნისში ნებისმიერი, ასე ვთქვათ, წუხილის ჯანმრთელობის პრობლემა, როდესაც ადამიანს აწუხებს, პირველი არის ონკოლოგი, ვისთანაც მიდიან, თავით კიდევად, გულით კიდევად ონკოლოგთან მიდიან. ვინაიდან იმდენად დაბიძურებულია ყველაფერი, ნიადაგი, წყალი, ჰაერი. და ეს ყველაფერი მერე ჩაედინება სამელიორაციო სისტემაში, იწება სავარგულები, ბოსტეული, მერე თბილისში შემოდის, ტრაგედია ტრიალებს. მაგრამ დმანისის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბოლნისში კიდევ უფრო არ გამწვავდეს და დმანისი გადავარჩინოთ. ეხლა იმ 16 ჰექტარზე რაღაცა ზღაპრებს მოყვებიან და დირექტორი განუბრძანდა, არ ვიცი, რომ ვიღაცა ჯონიშუპიძე ყოფილა, რომელსაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოვინახულეთ და კონკრეტულ კითხვებზე მას მოუწევს პასუხის გაცემა, თურმე ხედავს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების რიგებში და საყდრის დაცვის კომიტეტის წევრების, ასე ვთქვათ, საქმიანობით ბიზნეს ინტერესებს. ესეთი კადრიერება გინახავთ? ადამიანი, რომელიც თუ არ ჩახვედით პირადად, თუ არ ნახეთ, დამიჯერეთ, შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგოთ ის მძიმე ვითარება, რომელიც იქ არსებობს. თავიანთი სპეცსამსახური ყავთ, ხალხო, RMG-ის უსაფრთხოების სამსახურის სახით, რომელიც მე ღამობით, რეალურად საღამოობით და ტანზიაში ვიყავით მაგალითად ერთი კვირის წინ, თქვენ მოსახლებმა მოაწყო საპროტესტო აქცია და ჩავედი. იმ საღამოს ორ ოჯახში მივიდნენ შესაბამისი ვითომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ეცადნენ დაშინების იმ კონკრეტული ოჯახების, რომ ისინი შემდეგ აქციებზე არ გამოსულიყვნენ და უახლოეს დღეებში ამის ბატონი, ამ 16 ჰექტართან დაკავშირებით რა შანსები შეება მაგალითად ვაშაძე, რომელიც ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად დარეგისტრირდა, იმიტომ რომ ფონდს უთხრეს რომ ხარვეზები გაქვთო საბუთებშიო, რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება დღეს მოხდეს? მადლობა, ჩვენ ამის მოლოდინი მქონდა ძალიან სამწუხაროდ, რომ შესაძლებელია დაეხარვეზებიათ ფონდის ასე ვთქვათ რეგისტრაციაში გატარება და აი მოლოდინმაც არ დააყოვნა ვიღაც გუშინ გვიან საღამოს რაღაც არარსებული ბიზნესის დაყრდნობით ფონდი არ დაარეგისტრირეს და ამიტომ ჩვენ ყველაფერი გავთვალეთ და გიორგი როგორც ცალკე ფიზიკური პირმა რა თქმა უნდა გაიარა რეგისტრაცია უბრალოდ ელექტრონულ ფორმატში პირველი ბიჯი დავდევით და ვეცდებით დიახ პაიტრობაში ელექტრონულ ფორმატში შევოთ და ნახოთ სადამდე RMG გამოყოფა პაიტრობაში 5 საათზე აუქციონი კი არ იწყება სრულდება რეალურად მაგრამ იმის დამიხედვით თუ რამდენი ხანი და რამდენი ბიჯი დაიდება შესაბამისი დრო დაჭირდება ამ ყველაფერს მაგრამ რატო გვინდა ეს 16 ჰექტარი რომ განვსწრაფოთ RMG ვითომ კერკაძე კომპანია ივანიშვილს რომ იმ 16 ჰექტარზე ხა იქ ციანირებულ ქანებს დაყრიან წარმოიდგინეთ ისედაც რა დღეში არის ბოლნისი თუ იქ ცხოვრება იქ არ შეიძლება ცხოვრება თქვენ ვახო სანაია დღეს რო იყოს ბოლნისელი მე დაწონებული ვარ თქვენ ბოლნისში აღარ იცხოვრებით და არ დაგიმალავთ დიახაც ბევრი ადამიანი უბრალოდ ვისაც ასასვლელია ბოლნისში და გასულია არცეთ არა 5 მილიონი აქვს შეტანილი თვითმმართველობის ბიუჯეტში ბოლნისის. როდესაც მილიარდებს შეულობენ და არც გზა უარ გათა რომ რაიმე ინფრასტრუქტურა მოაწყდეს, ხარე განავითარეს თუ რა შვებია. მთები არის შეჭმული, არაფერი მთებზე ჭამენ და ეს ადამიანები რა თქმა უნდა გამოირჩევიან წარმოუდგენელი ბოდიში დაპატირა თავხედობით რომლებიც ცდილობენ ეხლა იცით რა გადაიყვანონ დისკუსია იმ ჭირში თითქოს იცით რა აი 16 ჰექტარი სადაც მიმდინარეობს უკვე სამუშაოები მაგრამ ამბობენ არ მიმდინარეობს და უსაგნო დავაში შემოდიან და ჩვენ გუშინ ვიხილეთ სხვა ტერიტორიაზე წავიყვანეს თავიდე და ეგრევე ეხლა რატომღაც ვერ მივაგრედით მე მივედით მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები ასე ვთქვათ პრობლემა არის რომელი 16 ჰექტარიც არ უნდა იყოს იმ 16 ჰექტარზე არ უნდა აწარმოონ სამუშაო
მცდელოები და განავწოთ მათი საქმიანობის ბატონიკა, აი მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი, თუკი ამ აუქციონში ვერ გაიმარჯვებთ, რა ხდება შემდეგ, თუკი ვერ გაიმარჯვებთ დღეს? იცით რა არის? ვიდეო და ეს კიდე ყობა ბენაბდიშვილი ვახსენე, მოზენდობ ელემენტი, რომელსაც TV-ში აქვს საწარმოო დირექტორი, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით საუბრობს. არანაირი RMG-ის კომპეტენტური რაღაც კვალიფიცირება, ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება ადამიანი TV-ში აქვს. წელიწადში აქვს 9 მილიონი ლარი წარმოვიდგინეთ ამ ყობა ბენაბდიშვილს. ის ყველაფერს შავზე თეთრსაც ირკვევს, ხო ხო? ეს შავზე თეთრს ამბობს და ასეც მოიქცევა. ამიტომ და აი ეს ვისი მაგალითს მოყვანა მინდა. წარმოვიდგინეთ უსაფრთხოების სამსახური ვახსენე, ხო? RMG-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უცბად ხდება ქვემო ქართლის რეგიონალური სუსის სამსახურის ხელმძღვანელი. აი ეს ათამაშებე კადრებს. ეხლა მე ეს ადამიანი მგონი შეცვალეს კიდე სხვა დანიშნეს იქ. ერთი და იგივე არიან, წარმოვიდგინეთ. ერთი და იგივე, ერთი სხეულია, ხახნო. განსხვავება უბრალოდ სხვა რეგიონებთან შედარებით რა არის RMG-ზე როცა საუბრობთ. ამათ აქვთ ძალაუფლება ქვემო ქართლში და აქვთ ფული. ძალაუფლებასთან ერთად. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქვემო ქართლში ამ ტერიტორიას ბოლნის დმანის აკონტროლებს RMG რეალურად. აი ამას ამბობთ. რა თქმა უნდა. კარგით, მე მაინტერესებს თუკი დღეს დასრულდება არა იმ შედეგით, რომელიც ბატონი გენერალური დირექტორი შემდეგ რა ხდება თუკი წააგებ დღეს? თუკი მე დარწმუნებული ვარ, თუკი რაღაცა საოცრება არ იკეთება, თვალხილული იქნება ეს ყველაფერი და მანიპულაციაზე ადგილი არ ექნება და ელექტრონულ ფორმატებში ეხა თავიანთ პროგრამისტებს ასე ვთქვათ თუ იპოვიან არაკეთილ ინდიციერ პროგრამის და რაღაცებს ასე ვთქვათ არ დააშავებენ, ვიღოთ რო ვთქვათ, ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ პაიკლობაში. და წარმოუდგენელი არის, ყოველ შემთხვევაში მოდით ეხა პროგნოზებზე თავი შევიკავოთ, ნახოთ 5 საათის შემდეგ ნათელი ბოლომდე გაყოლა რას ნიშნავთ? ანუ არ მისცემთ იმ ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების საშუალებას, ამას გულისხმობთ? არა, ბოლომდე გაყოლას გულისხმობ აუქციონში, პაიკლობაში. მე ვიკითხე აუქციონის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ბატონ ნიკა? აუქციონის შემდეგ იმ შემთხვევაში ჩვენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავფიქსირდებით გამარჯვებულება და ამის შემდეგ ბუნებრივია შესაბამისად ვიმოქმედეთ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, რომ იმ 11 ჰექტარზე არაფერი არ მოხდეს. იცით რა, ვიღაცისთვის ეხა არაფერი გამოვა RMG-და 11 ჰექტარი რა არის ჩვენთვის ზღვაში წვეთია. მაგრამ ის რაც იქ ხდება, ეხა 11 ჰექტარზეც თუ კი გაშალეს თავიანთი საქმიანობა, წარმოუდგენელი იცხოვრება. პრაქტიკულად პატარა ჩერნობილია, ეგ გამიჯერეთ რა ადამიანი ხალხო. იქ ეხა ჩვენ რატომ იხარია ყველაზე მეტად რომ საერთაშორისო კომიტეტის დაცვის წევრები წლების განმავლობაში იბრძვიან და მუხჩა უხრელად შრომობენ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სინერგია, რომელსაც ეხა ადგილი აქვს და გუშინდელი დაფერი დადასტურება იყო, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა იქაური პრობლემა, რომ ეს არ არის დმანისელების და ბოლნისელების პრობლემა. ეს არის ნახევარი მთელი აღმოსავლეთ საქართველოს პრობლემა გახდება. ამიტომ ეხლა დავარცხნილი და დაშაქრული საუბრის ცდილობენ ეხლა ფონს გავიდენ იცით და ჩვენ დასაქმებული ყავს ამდენი და ამდენი ადამიანი, ჩვენ ის ყავს ეს არის არგუმენტი. ეხლა ვახოთ დავასრულებ. ერთხელ თქვი ეხლა რუსთაველის სავალი ნაწილი მთელი გამზის რომ შეიძინოს ეხლა ბიძინა ივანიშვილმა და 30 კორპუსი რო ჩადგას იქ და რო თქვა ეხლა რა გინდა ხალხო, რატომ ეჭუბებით? ეს 30000 ადამიანი დასაქმებული. ეს არგუმენტია? ჩაბძაბდე და ნახეთ, ყოველი მეათე ბონისელი ხელგამოჭრილი სასუფი გზების სიმსივნე ემართება, თი. სიმსივნე ემართება და თქვენ კოლეგებს თუ კითხავდით, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო, ნახევარზე თავის პირველები დაიწყო, ხოლო 7 საათი ვიყავით იქ. მადლობა, დიახ და დიდი მადლობა ნიკა მელია ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.